ხომ? ესე იგი დაუბრუნდით დაპყრებულები. კალმახი იყოს ზღაპარი. ბედნიერები. ხო, ესე ღორმუცელურად რეკლამის დროს მეც კი რომელიც სახში განებივრებული ხარ. მაგრამ პრობლემატურ თემაზე გადავიდეთ, მოდი. გადავიდეთ პრობლემატურ თემაზე. როგორც დაგპირდით, ჩვენი სტუმარი იქნება დიზაინერი ჩუბიკა, სხვადასხვა ძალიან დიდი ხანია მინდა მისი მოწვევა სტუმრად. თავისი კოლექციები მინდოდა ყოველთვის რომ ჩვენს ეთერში მას წარმოედგინა, იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის ძალიან პატივსაცემი და ერთ-ერთი საუკეთესო და უნიჭიერესი დიზაინერი, რომელსაც ბავშვობიდან ვუყურებ, ასე ვთქვათ. და რომელსაც ბავშვობიდან აქვს პრობლემა, როდესაც იპარავენ მის რაღაცა კონკრეტულ დიზაინს. ეს სულ პრობლემაა. იცი რა არის? ხშირად მეორდება მოდა, მეორდება იდეები, მაგრამ არსებობს რაღაც ცოტა გენიალური, რასაც ვერ გაიმეორებ თუ არ მოიპარე ალბათ. მაგრამ არსებობს კი რაიმე ბერკეტები, რითიც შეიძლება რომ დაიცვას სამწუხაროდ ესე პირდაპირ არ არსებობს, მაგრამ მოდი დაუძახოთ ადამიანებს, ვინც ჩვენი სტუმრები არიან, პირველ რიგში ჩუბიკას, ასევე ვატო წერეთელი, თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელი და გამოფენის კურატორი და ასევე გამოდია შენგელია, იურისტი, რომელიც ესე იგი საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციის იურისტია. მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ჩუბიკ, ძალიან მინდოდა რომ მოსულიყავ ისეთ კოლექციით და მასშტაბურად, თუმცა მოდი ეს სამომავლოდ გადავდოთ, აუცილებლად გელოდები მომავალს ძალაშია, თუმცა დღეს ვართ ცოტა სხვა თემით, ხო? ხშირად ყოფილა რომ დავის და ბჭობის საგანი ყოფილა შენი ესა თუ ის ნახაზი, ესა თუ ის თქვათ იდეა, მაგრამ ეხლა კონკრეტულად რაღაცა ეს ლავჰეთები, სიყვარულის ქუდები, რომელიც ძალიან პოპულარულია. მე მინდა მაყურებელმა ნახოს ეხლა ეს მსხვილი პლანით. ეს არის ჩვეულებრივი ვითომ, ასე ვთქვათ, ოთხკუთხედი რამ, რომელიც ესე მარტივად კეთდება თავზე. მეც მინდა დახურვა. ძალიან ლამაზებია და სწორედ ამაზეა საუბარი. აი ეს, რომელიც შექმნა თავიდან ბოლომდე ნინომ, საბოლოოდ გახდა მსხვერპლი და გამეორდა ისეთი ხარისხით ვერაცხადია, როგორიც არის ეს ძალიან ლამაზებია. ესე ვიждებით თუ შეიძლება. ძალიან ლამაზებია, მაგრამ სად გამეორდა როგორ ამდენად შესაძლებელია ამოიწუროს ამ სიუჟეტში, ხო? ხო. სრულად შემთხვევით გავიგე ვიღაცა მითხრეს და ეს ყოველთვის მოდის ხოლმე საბოლოო ჯამში რაღაცნაირად იგებ ამ ამბავს, რომ ვიღაცა აკეთებს და ვნახე რომ ინსტაგრამზე იყო დაპოსტილი ვიღაცების მიერ, რომლებიც როგორც ჩანს არც არიან დიზაინერების აი ქართველების მიერ. ეს აი ვარ ამ ქუდებით, რომელიც არ არის ჩუბიკასი. მე იქ აღნიშნე რომ ჩუბიკასნაირი ქუდებით, მაგრამ ხო. და რომელიც რა ვიცი, არც მინდა კომენტარი გავაკეთო. თავხედობაა, მე ვიტყოდი. ხო და იცი პრინციპში მგონია რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა უკვე რაღაც პლანში რეაგირებას არა მხოლოდ აი ეს არის თქვათ 2 წლის წინ გაკეთდა 2 წელია საიტებზე და ეს ბერზე კი ყველა ვიცით რომ ეს ჩუბიკას ქუდებია მაგრამ მე ვთვლი რომ რაღაც მომენტებში თუ თვითონ საზოგადოებამ არა მხოლოდ იურიდიული მხრიდან არის რეაგირა და მხარი არ დაუჭირა ორიგინალებს, ხო? და არ გახდა პოპულარული ორიგინალის ყიდვა და ორიგინალის მხარდაჭერა, თუნდაც იმიტომ, რომ იმას კატეგორიულად არ იმაშველა, არ ყიდულობდა აპროტესტებს. ეს რაღაც მომენტში ხდება ყოველს პრობლემა. შეიძლება ჩემი დაიწყო ხვალ ყველასთან მოვა. მაგრამ ეს ისეთი პრობლემაა. მთელი მსოფლიო ებრძვის ამ პრობლემას და უდიდესი დიზაინერები ვერ აგვარებენ და რანაირად ეხლა გეტყვით ზუსტად. მთელ მსოფლიოში, აი ჩვენ ძალიან ხშირად ხმარობთ ხოლმე ამ რაღაცა გაგებას მთელი მსოფლიოში, რომელიც ძალიან აადვილებს სუდის გაკეთებას სამწუხაროდ. ზუსტად ასევე მთელ მსოფლიოში, იგივე ზევაპარაკობ ზუსტად, ერთი მხრივ პარავენ და მეორე მხრივ არის ის, რომ რაღაც არის პაზორი პროსტა, ჩინური ჰერმესი რო გიჭირავს. თავმოყარი ადამიანი ამას არ იჭერს და ამას მაინც ჩინელი აკეთებს და თუ H&M აკეთებს ის ლიცენზიას ყიდულობს. მაგრამ მაინც ორგანიზებულია. როგორც ვიცი, ნიუ-იორკში მიდიან სანამ ტენდენციას ყველა გავიგებთ, იქ მიდიან ქურდები ეგრეთ წოდებული, რომლებიც იპარავენ, მერე მოაქვთ, აკეთებენ ამას იგივე რაც დაასახელებოდი ბრენდებისგან, დასახელებისგან თავ შევიკავებ და მათ აქვთ კონკრეტული ბიუჯეტი, იმიტომ რომ
სასამართლოა მუდმივად და ისინი ყოველთვის ჯარიმას იხდიან, მაგრამ მათ უღირს ამ ჯარიმის გადახდა, იმიტომ რომ მოგება უფრო მეტია. საუბრობ მაინც უფრო სხვა რაღაცაზე. არა, მე არ ვთვლი თქვა სწორედ რაღაც პლანში ყველანი აკანონებთ ამ ქცევებს, აი ამ სუსტად ამ ჩვენ არ ვსაუბრობ ნიუ-იორკი, პარიზი და აშო. არა, მაშინ ავიღოთ ნიუ-იორკიდან და პარიზიდან ისაც არის პოზიტიური ტენდენციები. ჩვენი ეს საუბარი იმის შესახებ, რომ ყველგან ეგრე ხდება და ჩვენ რა ვქნა, მოდი სხვანაირად შევხედოთ. საქართველო არის პატარა ქვეყანა, სადაც მოდის დიზაინის კეთება, ჯერ კერვაც კი არ ვიცით, ისე როგორც იმათი ძია. 100%. მოდი ჯერ ეს ვისწავლოთ, როგორ გავაკეთოთ კარგი და მერე დავაკანონოთ იმის მოპარვა რაღაც. ხო, მაგრამ ვეძებ დიაფასიანს, ახლა თქვენი გაცილებით ძვირი იქნება, ვიდრე ფეიქი. აი მე ეხლა სწორედ ვაპირებ, რომ გავაკეთო აქცია, რომელიც იქნება 12-ში 5-დან 8 საათამდე, სადაც ყველა თქვენთაგანს, ყველა ადამიანს, რომელიც თვლის, რომ სოციალური მშენებლობის წევრია, ვთვლი, რომ ერთადერთი ბერკეტი მაგისი რეალური პოზიციის დასაფიქსირებად არის ის, რომ ხარი დაუჭი იყიდონ ჩემგან იგივე ფასად, თქვა როგორც ისინი ამ შემთხვევაში უთანაბრდები, მარტო იმიტომ, რომ უბრალოდ ეს არ უნდა ჩამოხვალდეთ. არა მხოლოდ მე ყველა ჯერზე ეგეთ რაღაც გავაკეთებ, რომ გამორიცხულია რომ ამას მივცე რამის. ეს არის მოვლენა, რომელიც ყველას მიუვა სახლში. ეს სოფლიოში ასე ხდება ყველაზე ადვილი გამოსავალია. აი თავისთავად თუნდაც ის რომ ჩვენ აი ესე მარტივად ვლაპარაკობთ რომ ეს ხდება იმაში რომ ჰერმესის სახლში შემიძლია ზუსტად იგივეზე გითხრათ პირიქით რომ ჰერმესის სახლს თავისი სტიჩები რაც არის მე ვსწავლობ ისეთ სკოლაში სადაც ვიცი რას იცავს ზუსტად ვიცი რითი და ამაზე მედეში მე მგონი რომ გვილაპარაკე რომ რაღაც გადაცემაში ჩვენთან გადაცემაში აბა გაბედე და შანელის ერთი დეტა რა არის შანელი არის რაღაცა პიჯაკი ძალიან კლასიკური რომელსაც აყვება რაღაცა ზოლი დინ თავმოყარე რომელი ადამიანი ან რომელი ამის დაკანონება მაშინ იგივე რო თქვა რომ იცი რა აფრიკაშიც ჩაგრავენ და მოდი ჩვენთანაც მე ვთვლი რომ საერთოდ ეს არასწორი მიმართულებაა აზროვნებაში როცა ეს აი ამ ლაფეთებს ეს ყველა ჩვენი ამ ტიპის საუბარი ვიღაცას აძლევს შანსს რომ გააკეთო. ამიტომ ეს მეყოს სოციალურად არაპოლიტკორექტული, ხო რაღაცები არის, რაღაცებს არ ვახსენებ. ეგეთივე არაპოლიტკორექტული უნდა იყოს. ამის გაправება. საუბრია თქვენს კოლეგა გიგასთან, ძალიან ხშირად პირატული ვიდეოების ჩამოწვევა ხდება და არ ჩამოვთვით ორ პირატული, გადავიხადოთ რაღაც კონკრეტული თანხა და პატივი უცეთ ადამიანს, ვინც შექმნა და არა იმათ, ვინც მოიპარა და დათვის ასოციაცია სხვადასხვა კაფეებშიც შედიან ხოლმე და ყველა კაფეს აქვს დაწესებული რაღაცა თვეში რაღაც პატარა გადასახადი, იმიტომ რომ აი ამ შემთხვევაში როგორ ხდება ქალბატონო მედია, იმიტომ რომ რთულია უფრო დიზაინერების დაცვა, ვიდრე თქვა კომპოზიტორის. ან გეთანხმებით, პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მოგესალმებით. მადლობა. ძალიან საინტერესო სფეროა, ის სფერო, რაშიც ქალბატონი ჩუბიკა მოღვაწეობს. ქალბატონი ბრენდია და ნამდვილად მაქვს უფლება რომ გამოვიყენო. რაც შეეხება თვითონ დიზაინს, ანუ რასაც ქალბატონი ნინო ქმნის, ეს არის ძალიან რთული პროცესი. როგორც პროცესი რო შევხედოთ, იმიტომ რომ ჯერ ქმნის ნახატს და შემდეგ ქმნის ნამუშევარს, რომელიც ახლა ჩვენ თავზე გვაქვს. კი ბატონო. და ძალიან რთული პროცესია ეს ყველაფერი, ყველას არ შეუძლია ამის სწავლა და ამის განმეორება. ასევე რაც შეეხება იმ პირატებს, რომლებიც ახერხებენ როგორმე მოიპარონ ეს ნამუშევრები. არა, ახერხებენ არა, გადასარევად იპარავენ, რა მექანიზმი არსებობს, რომ ჩვენ დავიცვათ მისი ეს არაჩვეულებრივი ქმნილება. მექანიზმი სამართლებრივად მისი დაცვა შესაძლებელია როგორც საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონით, ასევე ანუ კანონი არეგულირებს. ნამდვილად არეგულირებს და ასევე დიახ მოგახსენებთ იმ პროცედურებზე, რაც დაკავშირებულია ამის დაცვასთან და ასევე არის დიზაინის შესახებ საქართველოს კანონი. ნუ დიზაინი ასევე როგორც საავტორო უფლებით არის დაცული, ასევე ის წარმოადგენს სამრეწველო ნიმუშს. შესაბამისად, თუ ის რეგისტრირებული არ არის, რა თქმა უნდა, დაცვადია საავტორო უფლებით. მაგრამ მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ თუ რეგისტრირებული არ არის დიზაინი, ძალიან რთულია საავტორო უფლებით მისი დაცვა. რეგისტრირებული და უნდა იყოს, ხო. შესაბამისად, ანუ დიახ, ასევე ის რომ თქვათ მე 2 წელი უკვე ონლაინ საიტებზე მიდევს, ეს თავისთავად დოკუმენტებია, რომლებიც უკვე საკმაოდ ანუ გარდა იმისა, რომ დაცული გაქვს კიდევ. დაცული, აი მაგდონეზე, აი ეგეთი ადვილი სამანიპულო, რამდენიც მე ვიცი, არა, რომ ყველა ონლაინ
პორტალზე დადებული 2 წლის წინ როდესაც არ ნებისმიერს რო კითხო ეს რა არის ჩუბიკა კითხოს გარდა კითხვა ამოიწურება ანუ საქართველოში ხო მაგრამ ინტერნეშნ არა მხოლოდ აი ევიდენცია არის მაგრამ აი ბატონო გიგა რა მაინტერესებს თით მე ბატონო ცენტრიდან დიახ მაინტერესებს არსებობს ეს მოდაში ფრაზა რომ ყველაფერი ახალი არის კარგად დავიწყებული ძველი დაუშვათ მაგრამ ბევრი რაღაცა შეიძლება ვიღაცა მოგედაოთ ახლა მე აბსოლუტურად ვეთანხმები ნინოს პოზიციას მაგრამ აი მომდავებლის პოზიციიდან გეკითხებით ნუ დაუშვათ მე გავაკეთე დაუშვათ დეტალი რაღაც სხვა ისეთი და არ არის ჩუბიკა ვიღაცა ძალიან დიდი ბოდი რობრიკი არ წარმოგენია არის თანამედროვე სერვისით და აბსოლუტურად არაფერი საერთო კოპირაიტთან არ აქვს მე გამოვაჩვენა მაშინ ნინოს ანუ დაცვის მექანიზმები ამ შემთხვევაში თუ დავა წარმოიშვება ერთადერთი გამოსავალი არის ექსპერტიზაში აუცილებლად დარღვევის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა რამდენად და გამოკვლეული იქნას ის საფუძვლები როგორ შეიქმნა ეს ძალიან რთული მექანიზმია და მეთანხმები რომ ბადაში ბატონო სანამ ჩვენი ეთერი ამოიწურა მე იმას დავამატებ რომ არტინ ჯენერალი ესეთი სივრცე არის ნიუ-იორკში სადაც შემოთავაზეს ერთი არტისტის წარდგენა და ეს იყო ჩუბიკა მისი სოლო გამოფენა იყო როგორც ძალიან წარმატებით ჩატარდა ხო სხვა ჟანკუდებით დადიოდნენ ქუჩაში ელენე თავის ქალიშვილი და მე უკან მივყვებოდი ხოლმე მთელი მართლაც ბროდვეი და რაღაც ამათ არავინ არ ასწენდა ამათ დანახვას და დათვალიერებას ყველა მაგათ უყურე ჯერ ახლა ჩუბიკა თავისი სხეულით და გაივლი და ყველა შეხედავს ისე მე თვითონ დავამატე ჩვენ ურთიერთობაში აი მუშაობაში რა ნინოსგან კიდე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ვისწავლე მე შეიძლება ითქვას რაც გვაკლია საქართველოში არის პროფესიონალიზმის უფრო სერიოზული აღქმა ნამდვილად და ამ კუთხით ვარ ზუსტად აქ ნინოს მხარდასაჭერად იმიტომ რომ ყველა მხრივ სადაც როგორც არ უნდა იყოს მაინც არის საჭირო ამ უფლების დაცვა და ბრძოლა ამასთან მოკლედ ჩვენ ერთად ბრძოლოთ არ ვიყიდოთ ფეიქი და ვიყიდოთ არის ეს 12 კვირას შემდეგ კვირას 5-დან 9 საათამდე ჩემ მაღაზიაში ბარსლოვანის პირველში ვერაზე გელით ყველა ეპატიზებთ ყველას უამრავი ლამაზი რაღაცები იქნება თან იქნება გარემო კარგი მოდი ნახვამდის გადაცემა ხვალ უყურებთ ბიძინა კუბეგოვთან ერთად კლინიკას დროებით